დეპუტატობას და ამასაც კი ვერ უმკლავდება ბატონი ალი ბეგაშვილი და იქ ქართული ოცნების ესე თქვა დეპუტაცია. რატო იცით? იმიტომ რომ ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ მათ ამ ქართული ოცნების დეპუტაციას არ კონდეს წარმოდგენა რას აკეთებენ. წარმოუდგენელი რომ ამის აქვს ადგილი. აი ქალაქის ცენტრში საკუთრებაში უნდა გადასცენ ქალაქის ცენტრი სკვერი ადამიანს ამის გამო დაკეტეს საკრებულო დიახ არც მეტი ასაკი დაკეტეს საკრებულო როგორც მაღაზია როგორც გასტრონომი მობილიზებული ალბათ არ ვიცი ახლა ნამდვილად 600 პოლიციის თანაშრომელი დგას უშუალო საკრებულოზე მინდობაი ტერიტორიაზე გარშემო დაახლოებით 2-მდენია გვერდით პარალელურ ქუჩებზე სპეციალიზია მობილიზებული ასე ვთქვათ გავაგებულნი არიან სხვადასხვა შენობებში და რატო რას ემსახურება ეს ყველაფერიო ერთმა ადამიანმა განიზრახა უბრალოდ საკუთრებაში წაიღოს პუშკინის სკვერი და დაკეტეს საკრებულო წარმომადგენლობის ორგანო რომელიც არის ხალხის მიერ არჩევნები დეპუტატები აშენებენ შიგნით თავი დავალებეთ კარგი ბატონიკა ეს პროტესტი ბუნებრივია გაგრძელდება ბატონიკა თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ თქვენი დეპუტაცია როგორ მოიქცევა დღეს ხდომაზე იმიტომ რომ მარიკა დათუკიშვილი დგას ესე ვთქვათ სპიკერად თან თქვენ შევა ვერ ხედავთ მაგრამ ეს საპროტესტო აქციები გაგრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში წარმოვიდგინეთ 1000-მდე ადამიანი დგას მხოლოდ აქ და 5-მდენი პოლიციელი და 50000 და 60000 და 100000 ადამიანი როდესაც გამოვა მე რაღაც იზამე დაკავებული არის რამდენიმე ჩვენი აქციის ასე ვთქვათ მონაწილე სხვადასხვა მოქალაქე უმეტესი მათგანი სახედაგვარი არ ვიცი მაჟორიტარობის კანდიდატი კოტე იოსელიანი ვაკეში 20 კაცმა დააკავა ხოლმე იმიტომ რომ ითხოვდა საკუთარი უფლების უბრალოდ აღსრულებას მე როგორც დეპუტატი ამ შემთხვევაში ხომ აქვს უფლება შევიდე ან ნებისმიერ ასევე დეპუტატს პასუხი თუ რატომ არ უნდა შეგვიშან არა აქვს ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება როდესაც ხელისუფლება ძალადობს და კანონს არ გვევს დიახაც თითოეული მოქალაქის ხელში გადადის კანონის აღსრულების უფლება და ამ უფლებით ჩვენ ვისარგებლობთ აუცილებლად გასაგებია მადლობა ბატონიკა მე მინდა საკრებულოს ხდომას დაუბრუნდა იქ დარბაზში შუაგულში სკამი დადგეს სავარძელი როგორც ჩანს მარიკა დათუკიშვილისთვის რომელიც ისევ აგრძელებს